საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს უფროსმა სხდომაზე საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანება მომჩივანის სასარგებლოდ განმარტა. საბჭომ მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც საგადასახადო ორგანომ კონიაკის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიისთვის გამოიყენა, გადასახადების დასარიცხად მის მიერ უცხოეთში მიიღებულ მომსახურებაზე არ იყო საკმარისად ნათელი. საბჭომ გაუქმა ასევე საგადასახადო ანგარიში ფაქტურაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო დარიცხული ჯარიმა და ჩათვალა, რომ საიდენტიფიკაციო ნომერში დაშვებული შეცდომა და მომჩივანის ხელმოწერის არარსებობა არ უნდა გამხდარიყო მეწარმის საქონლის აღურიცხავად მიჩნევის საფუძველი. გუშინდელი სხდომის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ორი საჩივრის შედეგების გასაჯეროება. ერთ-ერთი საჩივარი შეეხებოდა საკანონმდებლო ჩანაწერს, რომელიც საბჭომ მიიჩნია ბუნდოვნად და შესაბამისად ბუნდოვანი საგადასახადო კანონმდებლობის არსებობა საბჭომ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია. მეორე შემთხვევაში დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ანგარიშ ფაქტურაში დაშვებული მცირე შეცდომა, კერძოდ მასში საიდენტიფიკაციო კოდში მცირე შეცდომა საკმარისი საფუძველი არ იყო ტელევიზორების აღურიცხავად მისაჩნევად და შესაბამისად ამ მოტივით დარიცხული სანქცია სრულად გააუქმა.